გამარჯობა, მე ალავ ჩაკმაჩი ვარ, არქიტექტორი და ასოცირებული დირექტორი გახლავართ და უკვე 14 წელია არუპში ვმუშაობ. არუპი არის გლობალური კომპანია, რომელიც ოპერირებს 37 ქვეყანაში, აქვს 95 ოფისი და ჰყავს 19,000-ზე მეტი თანამშრომელი. ჩვენ დავასრულეთ მნიშვნელოვანი მასტერ გეგმის პროექტები, როგორიცაა ტექნოპარკ ისტანბული, ტაშკენტ სიტი მასტერპლანი და სამარყანდ სილკ როუდ მასტერპლანი, რომლებიც დავაპროექტეთ მასტერ დაგეგმვიდან დეტალურ დიზაინამდე. ჩვენ უზრუნველყავით ყველა საკონსულტაციო და საპროექტო მომსახურება. დაარსებული სერ ოვე არაპის მიერ 1946 წელს არუპი წარმოადგენს დიზაინერების, კონსულტანტებისა და ექსპერტების გლობალურ გაერთიანებას, რომელიც მდგრად განვითარებას ეძღვნება. ჩვენ ვიყენებთ წარმოსახვას ტექნოლოგიასა და სიზუსტეს უკეთესი სამყაროს შესაქმნელად. ჩვენ ვართ მრავალფეროვანი, ტექნიკური და ძალიან კრეატიული საზოგადოება. ჩვენ საერთო მიზნები და ღირებულებები გვაერთიანებს. ამბასადორი Island Batumis იდეა ეხება სივრცის შექმნას და იდენტობას, მიმზიდველი საზოგადოებრივი გარემოს და მოქნილი ურბანული სივრცეების ფორმირებას, მდგრადი და გამძლე ეკოსისტემით. პროექტი შესთავაზებს მაღალი ხარისხის ურბანულ გარემოს, რომელსაც ექნება მნიშვნელოვანი პოტენციალი გახდეს ახალი ღირსშესანიშნაობა, როგორც ტურისტული ცენტრი ინვესტორებისთვის, რადგან ეს იქნება პირველი მასშტაბური ხელოვნური კუნძულის პროექტი შავი ზღვის რეგიონში. მასტერ გეგმის დიზაინი, ლანდშაფტის მოწყობა და საზოგადოებრივი სივრცეების გამოყენება შექმნის ინკლუზიურ გარემოს ყველასთვის, ასაკის, სქესის ან სხვა ნებისმიერი ფაქტორის მიუხედავად. ამბასადორი Island Batumi უზრუნველყოფს შერეული დანიშნულების ფუნქციებს და გადაიქცევა ახალ ტურისტულ და საცხოვრებელ დანიშნულების ადგილად ქალაქისა და რეგიონის მოსახლეობისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ამბასადორი Island Batumis პროექტი უახლოეს მომავალში ქალაქისა და რეგიონისთვის ახალი ურბანული განვითარების პერსპექტიულ კორიდორს შექმნის. ეს დიდი პროექტი მიმზიდველი იქნება უცხოელებისთვის, თუმცა პირველ რიგში ის ბათუმის მოქალაქეებისთვისაა შექმნილი. Too many transportation პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მრავალი სატრანსპორტო გადაწყვეტა. პირველ რიგში, რადგან ავტომაგისტრალზე წვდომა შეზღუდულია და ძირითადად მხოლოდ I-70 გზით ხორციელდება, შემოთავაზებულია 4 მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძის დიზაინი. ჭკვიანი ქალაქის კონცეფცია იყენებს ტერიტორიის პოტენციალს და გონივრულად ამცირებს არსებულ რისკებს. ასევე უნდა წახალისდეს შესაძლო სარკინიგზო კავშირი ქალაქის ცენტრსა და ქვეყნის სხვა ნაწილებთან. მაგალითად, შესაძლებელია განიხილოს მსუბუქი სარკინიგზო სისტემა, ზღვის ტაქსები და საჰაერო ტაქსებიც. კიდევ ერთი მომავალი პროექტი არის კუნძულის ფასადების დიზაინის სახელმძღვანელო შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს შენობების საერთო არქიტექტურული ენის ჩამოყალიბებას. რადგან ღირსშესანიშნაობის შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეირაპის მხრიდან ამბასადორ აილენდი პროექტი მდგრადი განვითარების მიდგომაში ჩვენ 4 მთავარ თემაზე გავამახვილებთ ყურადღება. პირველი არის დეკარბონიზაცია. ეს მოიცავს განახლებადი ენერგიის ინტეგრაციას მდგრად, გათბობა გაგრილების სისტემებს, ასევე თბოიზოლაციას, მიკრომობილობისა და ელექტრომობილების ინტეგრაციას, მწვანე სახურავებს, პასიურ სისტემებს, LED სტანდარტებს, შესაბამის მდგრად სივრცეებს. მეორე არის ცირკულარული ეკონომიკა. ეს მოიცავს ნარჩენების მართვას, პლასმასის ნარჩენების შემცირებას და გადამუშავებული მასალების გამოყენებას, წყლის დამუშავებასა და წვიმის წყლის შეგროვებას. მესამე არის გამძლეობა. ეს მოიცავს ლურჯმწვანე ინფრასტრუქტურას, ენერგოდამზოგ სისტემებს, წყლის მართვას, LOT ტექნოლოგიებსა და ავტომატიზაციას. ბოლო თემა არის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. ეს მოიცავს ღია სივრცეებს, აქტიურ მწვანე კორიდორებს და მიმზიდველ საზოგადოებრივ სივრცეებს. ტექნიკურად არის განვითარებული და კომერციულად კონკურენტუნარიანი განახლებადი ენერგია წარმოადგენს მომავლის დეკარბონიზირებული ენერგოსისტემების მთავარ მამოძრავებელ ძალას. განახლებადი ენერგიის დანერგვა სწრაფად ჩქარდება და თანდათან ანაცვლებს ნახშირწყალბადებზე დაფუძნებულ ენერგიას.